კიკლადების სიდიდით მეორე კუნძულს ანდროს ხანგრძლივი საზღვაო ტრადიცია აქვს, თუმცა ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ კუნძულს ლიმონის, ღვინისა და რძის პროდუქტების განსაკუთრებული ადგილობრივი წარმოება აქვს. ანდროსის ლიმონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია და ყოველწლიურად ლიმონის ფესტივალიც კი იმართება. ლიმონი ანდროსის ოქროა. იყო დრო, როდესაც ხალხი ლიმონით შოულობდა საარსებო წყაროს, მაგრამ ახლა აღარ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიცია, ამიტომ ყოველ წელს აქ მოვდივართ. წარმოება შეიძლება შემცირდა, მაგრამ ადგილობრივებისთვის ლიმონი კვლავაც სიამაყის წყაროა და ვიზიტორებს თავისი გემოთი და არომატით აჯადოებს. ანდროსის ლიმონი ყველგან იყო ცნობილი. წარმოების მაღალი დონე იყო და ისინი შავ ზღვამდეც კი იგზავნებოდა. აქედან ისინი პატარა ნავებით გადაჰქონდათ. დღეს წარმოება გაცილებით დაბალია, მაგრამ ის ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროდუქტად რჩება. ჩვენ ვამზადებთ ლიმონადს, ტკბილეულსა და ლიმონის ყვავილს, რომელიც ძალიან ლამაზი და უნიკალურია. ბოლო წლებში ახალი თანამედროვე მეღვინეობა ანდროსის ვენახებს აცოცხლებს და კუნძულს ღვინის ტურიზმის რუკაზე ათავსებს. კორტესისის ვენახი ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე ქვის კლდოვან ტერასებზეა გაშენებული. მას აქვს მიწისქვეშა მარანი და გიდის თანხლებით გთავაზობთ ტურებსა და ღვინის დეგუსტაციას. ანდროსზე ღვინოსა და ციპუროს ტრადიციულად სახლში ვამზადებთ. ჩვენი მიზანია მთელ მსოფლიოში გავხდეთ ცნობილი და ხალხი აქ მოვიდეს, რათა დააგემონოს ჩვენი ღვინო მავროტრაგანო და პოტამისი, რომლებიც უფრო პროფესიონალურ დონეზეა წარმოებული. კორტიოს რაიონში ნახავთ კრევასარას ყველის ქარხანას, რომელსაც ასუტისების ოჯახი მართავს. 2009 წლიდან ისინი ამზადებენ ვოლაკის, ანდროსის ტრადიციულ ყველს, ასევე ლადოტიროსა და კრასოტიროს, პეტროტის და თიხის ქოთანში დამზადებულ ყველს. ყოველდღიურად ქარხანაში დაახლოებით 500 კილოგრამ რძეს ამუშავებენ. მას გამორჩეული არომატი აქვს, ის მხოლოდ ძროხის რძის გამზადდება. პასტერიზებულია. რძის უმეტესი ნაწილი კუნძულზე იწარმოება, სადაც ძროხები თავისუფლად ზოვენ. რა თქმა უნდა, კუნძულზე დაფუძნებული მეწარმეობა სირთულეებისა და გამოწვევების წინაშეა. პროდუქციის ტრანსპორტირების ღირებულება მაღალია, რთულია კვალიფიციური მუშახელის პოვნაც. ეს ახლა უზარმაზარ პრობლემად იქცა. ცხოვრება სოფლად მშვენიერია. კარგია რომ ათენი დავტოვეთ და აქ ჩამოვედით, მაგრამ ბევრი პრობლემაა. არ არის საკმარისი მუშახელი, არ არის სამუშაო ძალა, რომ კუნძულზე რომელიმე ბიზნეს დაეხმაროს. ულამაზესი სანაპიროებისა და კამკამა სუფთა წყლის გარდა ეს ადგილი ვიზიტორებს თავაზობს ყველაფერს, რაც მათ სჭირდება დასვენებისა და ეგეოსის ნამდვილი სტუმართმოყვარეობის შესაგრძნობად. სწორედ ეს სტუმართმოყვარეობა უჩენს მათ სურვილს კვლავ ეწვიან კუნძულს.